სამეფო ფოსტის გემ პიკარდის ეკიპაჟი ადის ტრიმორანზე, რომელიც ატლანტის ოკეანეში უმისამართოდ დაცურავს. ყველაფერი, რასაც ისინი გემზე პაულობენ, არის ორი საბორტო ჟურნალი იდუმალი დღიურის ჩანაწერებით, რომლებიც დონალდ კროჰერსტის ილუზიას ანგრევს. 1978 წლის მარტში დონალდ კროჰერსტი ხედავს სტატიას Sunday Times-ში, სადაც გამოცხადებულია გამოწვევა იფარო გარშემო მსოფლიო მარტო, შეჩერების გარეშე. ეს რბოლა შთაგონებულია სერ ფრენსის ჩიჩესტერის 1967 წლის ოკეანის სოლო თავგადასავლებით, რომელმაც მსოფლიოს გარშემო მარტო მხოლოდ ერთი გაჩერებით 226 დღეში შემოიარა. Sunday Times-ის თხოვს ჩიჩესტერს, რომ იყოს იმ რბოლის ჟიურის წევრი, რომელსაც ისინი აფინანსებენ. Golden Globe რბოლა იქნება მსოფლიოს პირველი სოლო შეუსვენებელი იახტების რბოლა გარშემო დედამიწაზე, სადაც ყველაზე სწრაფი შემოვლისთვის გათვალისწინებულია 5000 ფუნტის ჯილდო და დიდება, როგორც პირველი ადამიანის, ვინც შეუსვენებლად დაასრულებს ამ მოგზაურობას. მეზღვაურებმა უნდა გააკეთონ სრული წრე გარშემო დედამიწაზე, ბრიტანეთის კუნძულებიდან ერთი წერტილიდან და დაბრუნდნენ იმავე ადგილას, შეჩერების ან დახმარების მიღების გარეშე. მათ უნდა დაეხტნონ საკუთარ უნარებს, იახტაზე არსებულ აღჭურვილობას, ყველაფრის შეკეთების უნარს და გზაში საკვების ან წყლის მარაგის შევსებას იმით, რასაც თავად შეძლებენ დაჯერით ან დამზადებით. მეზღვაურები გაივლიან განედებსა და ოკეანეებს, რომლებიც ცნობილია რთული პირობებითა და ხანგრძლივი მარტოობით. რბოლას აქვს გარკვეული წესები. მეზღვაურებმა უნდა დაიწყონ მოგზაურობა 1968 წლის 1 ივნისიდან 31 ოქტომბრამდე, რაც მათ მაქსიმუმ 7 თვეს აძლევს მოსამზადებლად. მაგრამ მათ შეუძლიათ ამ პერიოდში საკუთარი გეგმისა და ხელსაყრელი ამინდის მიხედვით აირჩიონ გასვლის დრო. ყველაზე სწრაფი დრო, შეჩერებისა და გარედახმარების გარეშე, მოიგებს საპრიზო თანხას, ხოლო ვინც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს, სახლში წაიღებს ოქროს გლობუსის თასს. ნებისმიერ შეუძლია მონაწილეობა სპეციალური კვალიფიკაციის ან გამოცდილების გარეშე. დონალდ კროჰერსტი დაიბადა 1922 წელს ბრიტანელი მშობლების ჩარლზისა და ეველინ კროჰერსტების ოჯახში, როდესაც ისინი ინდოეთში ცხოვრობდნენ. მის დედას ძალიან უნდოდა ქალიშვილი და 7 წლის ასაკამდე მას გოგონასავით აცმევდა. თინეიჯერობის ასაკში მისი ოჯახი ინგლისში დაბრუნდა და მშობლების საპენსიო დანაზოგი ინდოეთში სპორტული საქონლის ქარხანაში დაბანდებული დატოვა, რომელიც შემდეგ არეულობის დროს დაიწვა. დონალდს ჩამოყალიბების წლები სირცხვილითა და ფინანსური სირთულეებით ჰქონდა სავსე, როგორც მისთვის, ასევე მისი მშობლებისთვის. მისი დედა ეველინი საკუთარ დემონებს ებრძოდა და თვითმკვლელობაც კი სცადა. 1948 წელს, 16 წლის ასაკში, დონალდის მამა ჩარლზი გარდაეცვალა. და რადგან ფული არ ჰქონდათ, დონალდი იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა. მან დაიწყო სტაჟირება სამეფო საავიაციო დაწესებულებაში, ბრიტანულ კვლევით და განვითარების ორგანიზაციაში, სადაც გამოგონებებისადმი ინტერესი გაუჩნდა. 1950-იან წლებში მან ბრიტანეთის არმიის სამეფო ელექტრო და მექანიკური ინჟინრების ნაწილს შეუერთდა, სადაც მათ აღჭურვილობასა და ტექნიკას უვლიდა და არემონტებდა. მაგრამ ის პრობლემებშიც გაეხვა და საბოლოოდ არმია დატოვა. 1957 წელს მან იქორწინა თავის ხანგრძლივ მეგობარ გოგონაზე, კლერ ოლირიზე. 1962 წელს მან დაარსა კომპანია სახელად Electron Utilization, სადაც მან გააერთიანა თავისი ინტერესები და უნარები ელექტრონიკაში და საზღვაო ნავიგაციაში. კომპანია სპეციალიზდებოდა საზღვაო ელექტრონიკაში, ხოლო კროჰერსტის საკუთარი გამოგონება, ნავიგატორი, იყო მისი მთავარი პროდუქტი. ნავიგატორი იყო ხელში სატარებელი რადიომიმართულების მაძიებელი, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ მეზღვაურებს დახმარებოდა ნავიგაციაში საზღვაო და ავიაციური რადიოშუქურების მიხედვით კურსის აღებით. ნავიგატორს რადიოშუქურის მიმართულებით მიუთითებ და კომპასის კურსი იღებ მაშინ, როცა სიგნალის სიმძლავრე მაქსიმუმზეა. შემდეგ ამ კომპასის კურსით ხაზზავლებ რუკაზე, რადიოშუქურიდან, რომელსაც რუკაზე ფიქსირებული მდებარეობა აქვს. როდესაც 2 ან მეტ კურსი იღებს სხვადასხვა მუდმივი ობიექტიდან, შეგიძლია ზუსტად განსაზღვრო შენი მდებარეობა. საკმაოდ გამოსადეგი მოწყობილობა იყო იმ დროს, სანამ GPS-ი არსებობდა. პროდუქტმა პერსპექტივა აჩვენა, რამაც მიზი და ინვესტიციის შეთავაზება 8500 ფუნტის ოდენობით ბრიტანული ელექტრონიკის კომპანიისგან P-Radios-გან, რომელიც მომხმარებლის რადიოებისა და ტელევიზორების სამყაროს მწარმოებელი იყო. მაგრამ P-Radiom ინვესტიციიდან გავიდა, რამაც Electron Utilization-ისთვის ფინანსური სირთულეები გამოიწვია. ნავიგატორმა წარმატებას ვერ მიაღწია და კროჰერსტმა მისი პოპულარიზაცია ადგილობრივ ნავების გამოფენებზე დაიწყო. როცა კროჰერსტი Sunday Times-ში რბოლის შესახებ კითხულით ხულობს, ამას ოქროს შესაძლებლობა დაღიქვამს. მისი ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია და 5000 ფუნტის საპრიზო თანხა მისთვის მიმზიდველ პერსპექტივას წარმოადგენს. მაგრამ ეს მხოლოდ ფინანსური დახმარება არ არის, ეს ასევე გზა არის დიდებისკენ და ყურადღებისკენ, რაც მის გაჭირვებულ ბიზნესს შეიძლება ფეხზე დააყენოს.
Crowhurst-ი დამწყები მეზღვაურია, მაგრამ მას სჯერა, რომ მისი ინჟინერული უნარები და მისი ნავიგატორი ტექნიკურ უპირატესობას აძლევს მას რბოლაში. ის იწყებს სტრატეგიის დაგეგმვას და როგორც აუთსაიდერს, მას სჭირდება უფრო გამოცდილი მეზღვაურების ჯგუფით აჯობოს. შესაძლოა დონალდ კროჰერსტს სურს რაღაც დაამტკიცოს, მაგრამ ამ რბოლის მოგებას მხოლოდ გამარჯვების სტრატეგია არ ეყოფა. მას სჭირდება ნავი, რომელიც კონკურენტებზე სწრაფია. როცა ის შევა მღელვარე 40-იანებისა და მძვინვარე 50-იანების დაბალ განედებში, იქ არ არის ხმელეთი, რომ ქარი და ტალღები მოთოკოს. მას და ნავს მოუწევთ გაუძლონ მძაფრ ამინდს. ოკეანეების გადაკვეთისას მას მოუწევს საკუთარი დემონების წინააღმდეგ ბრძოლა, რომ მარტოობასა და ფიზიკურად დამღლელ თვეებში სხვაში მშვიდი და კონცენტრირებული დარჩეს. 1968 წლის აპრილში კროჰერსტი მიდის სტენლი ბესტთან, ადგილობრივ ბიზნესმენთან, რათა მიიღოს დაფინანსება ნავისა და აღჭურვილობისთვის. ბესტი თანხმდება დააფინანსოს კროჰერსტი რბოლაში გარკვეული პირობებით. თუ კროჰერსტი არ დაიწყებს ან ადრე გამოვა რბოლიდან, მას მოუწევს ფულის დაბრუნება, ფულის, რომელიც კროჰერსტს არ აქვს. საკუთარი ინვესტიციის დასაცავად, ბესტი კროჰერსტის ბიზნესსა და სახლზე იპოთეკას იღებს, რაც ძირითადად ნიშნავს, რომ თუ კროჰერსტი გამოვა რბოლიდან, ბესტი გახდება მისი ბიზნესისა და სახლის მფლობელი. ფინანსების უზრუნველყოფის შემდეგ ის ოფიციალურად ერთვება რბოლაში და ახლა მას ნავი სჭირდება. მაისში, როცა მოსამზადებლად 6 თვე აქვს, კროჰერსტი იწყებს შესაბამისი ნავის ძებნას. თავდაპირველად ის ცდილობს იყიდოს გიბსი Moto4, ხომალდი, რომელიც სერ ფრენსის ჩიჩესტერმა გამოიყენა თავისი სოლო მსოფლიო გარშემო მოგზაურობისთვის. გიბსი Moto4 არის 16 მეტრიანი კეჩი, რომელიც დამზადებულია საზღვაო ხარისხის ალუმინის შენადნობისგან, რაც გამძლეა და მდგრადია მარილიანი წყლის კოროზიული ზემოქმედების მიმართ. ჩიჩესტერის ნავის გამოყენების იდეა პოეტურად ჟღერს, მაგრამ ეს იდეა არ ხორციელდება. პირველ ივნის რბოლის სასტარტო პერიოდი ოფიციალურად იწყება. პირველი, ვინც ზღვაში გადის, არის ჯონ რიჯუეი, ბრიტანელი მეზღვაური, რომელიც ინიშმორის კუნძულიდან მიემგზავრება ინგლის როუზ 4-ით, 9 მეტრიანი სლუპით. მას შემდეგ, რაც სწრაფი და საიმედო ნავის ყიდვა ვერ მოახერხა, კროჰერსტი აღმოსავლეთ სასეთში მდებარე ბრიტანულ ნავების ქარხანას Cox Marines ავალებს ტრიმარანის ტრიმარანს აქვს ცენტრალური კორპუსი, რომელიც უზრუნველყოფს ნავის უმეტესად ამოტივტივებას და მასში განთავსებულია საცხოვრებელი სივრცე. ორი პატარა კორპუსი მთავარ კორპუსს ორივე მხრიდან ჯვარედინი ბიმებით არის მიმაგრებული, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობასა და ბალანსს, რათა ტრიმარანი არ გადაბრუნდეს ან არ ჩაიძიროს. 1960-იან წლებში ტრიმარანები ძალიან გავრცელებული არ იყო და კროჰერსტის მხრიდან შედარებით ახალი დიზაინის შეკვეთა ასეთი მოკლე ვადით აშენებისთვის საკმაოდ ამბიციური წამოწდებაა. ტრიმარანებს შეზღუდული სტაბილურობა აქვთ ხელვაც ზღვაში და თუ ისინი გადაბრუნდებიან, პრაქტიკულად შეუძლებელია მათი სწორ მდგომარეობაში დაბრუნება. მაგრამ ისინი სწრაფები არიან და კროჰერსტი იმედოვნებს, რომ ტრიმარანის უპირატესობები რისკებს გადააჯარბებს. ეს კროჰერსტისთვის სტრატეგიული ნაბიჯია, რომელსაც სურს მოწინააღმდეგეებს ჯგუფით აჯობოს. Cox Marine მიხვება კროჰერსტის სპეციფიკაციებს, მსუბუქი და აეროდინამიკური ხომალდის ასაშენებლად, რომელიც დამზადებულია საზღვაო ფანერისა და მინის ბოჭკოს მსგავსი მასალებისგან. 14 ივნის რობინ ნოქს ჯონსტონი ფალმუთიდან ინგლისიდან გაემგზავრება. ის ზღვაში გადის თავის 10 მეტრიან კეჩზე, სუჰალიზე, რომელიც ნელი არის, მაგრამ მტკიცე და კარგად გამოცდილია. ნოქს ჯონსტონი გამოცდილი მეზღვაურია და ოფიციალურად მესამე მონაწილეა ამ რბოლაში. ივნისში კიდევ 3 მონაწილე გადის ზღვაში. კროჰერსტის ხომალდი ჯერ კიდევ შენებაშია და ის გრძნობს, რომ დრო ეწურება. Cox Marine ამონტაჟებს მთავარ ანძას და ტაკელაჟის მავთულებს, რომლებიც შექმნილია 3 კორპუსის კონფიგურაციის დასაბალანსებლად, ისე რომ მონტაჟი და რეგულირება მაქსიმალურად მარტივი იყოს ერთი მეზღვაურისთვის. დიზაინი და მსუბუქი მასალები კროჰერსტისთვის, როგორც მარტო მართველისთვის, მარტივად გამოყენებადობას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე სიმტკიცესა და სათადარიგო უსაფრთხოების მარაგს, რაც დროთა განმავლობაში მუდმივ დატვირთვას გაუძლებს. რაც წავიკითხე, მგონია, რომ აშკარა მსგავსებებია კროჰერსტის მიდგომასა და სტოქტონ რას შორის ტიტანთან დაკავშირებულ კატასტროფაში. ჩემთვის ასე ჩანს, რომ ორივეს ეჩქარებოდა ინოვაციური რამის შექმნა, რათა თავისი ადგილი დაენტკიცებინა მსოფლიოში. 22 აგვისტოს ბერნარ მოიტესიე, გამოცდილი ფრანგი მეზღვაური, პლიმუთიდან გაემგზავრა თავის 12 მეტრიან ფოლადის კეჩით, ჯოშუათი. მან უკვე დაასრულა შორმანძილზე მოგზაურობები წარსულში, რაც მას ერთ-ერთ ფავორიტად აქცევს რბოლაში გამარჯვებისთვის. აგვისტოს ბოლოს კროჰერსტის ხომალდი მზად არის წყალში ჩაშვებისთვის. მან ნავს დაარქვა Tynemouth Electron, როგორც პატივისცემა თავის კომპანიას Electron Utilizations. იმისთვის, რომ ნავი ოქტომბრის ბოლოსთვის მზად იყოს, კროჰერსტს ზღვის გამოცდებისთვის ბევრი დრო არ აქვს.
მას სჭირდება შეამოწმოს ხომალდის სტაბილურობა და ბალანსი აფრების ქვეშ, რათა შეაფასოს აღჭურვილობის სისტემა, გაეცნოს მართვას და აღმოაჩინოს სხვა შესაძლო პრობლემები. ის რამდენიმე დღეს უთვობს და რამდენიმე პრობლემას აღმოაჩენს. ხომალდი ადვილად სამართავია მშვიდ ამინჩი და სამი კორპუსი კარგ სტაბილურობას უზრუნველყოფს, მაგრამ მსუბუქი კონსტრუქცია ნავზე უფრო მგრძნობიარე სხლის ქარის მოულოდნელი დაბერვებისა და მიმართულების უცაბედი ცვლილებების მიმართ. მეზღვაურთა გუნდი ასეთ ცვლილებებს სწრაფად უპასუხებდა, მაგრამ იალქნების სწორად დაყენება და ბალანსირება ზუსტ კოორდინაციას მოითხოვს, რაც სოლო მეზღვაურისთვის რთულია, მით უმეტეს ახალ ბედა კროჰერსტისთვის. კორპუსში მცირე გაჟონვებია, რაც მიუთითებს, რომ ხომალდი სრულად წყალგაუმტარი არ არის, ალბათ იმიტომ, რომ მისი აშენება ნაჩქარევად მოხდა. ტაკელაჟი გამართულია, მაგრამ ძლიერი ქარისა და მღელვარე ზღვის პირობებში არ არის გამოცდილი. და საზღვაო გამოცდა გრძელდება რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. Crowhurst-ი ეცნობა ნავის ნაკლოვანებებს და იწყებს საკუთარი შესაძლებლობების ეჯუქეშ დაყენებას, ხოლო ოკეანეში ცურვის გამოცდილების ნაკლებობა მასზე მძიმედ მოქმედებს. ის უყვება თავის ცოლს Claire Crowhurst და სპონსორს Stanley Best's, მაგრამ თავს გაჭედილად გრძნობს. Crowhurst ეშინია საჯარო სირცხვილის, რომელსაც მიიღებს სპონსორობის მოპოვების შემდეგ შეწყვეტის შემთხვევაში, ხოლო შეწყვეტა ნიშნავს, რომ ის დაკარგავს თავის ბიზნესს და სახლს. 16 სექტემბერს Nigel Tetley პლიმუთიდან გაემგზავრება 12 მეტრიანი ტრიმარანით, სახელად Victory-ი. როდესაც რბოლაში მეტი მეზღვაური ეთვება და გასვლის საბოლოოა და უახლოვდება, Crowhurst-ი ცდილობს გამოასწოროს პრობლემების სია, რომელიც სვის სასწელი ცდების დროს აღმოაჩინა. ოქტომბერში Tynemouth ელექტრონი ჯერ კიდევ არ არის მზად. Crowhurst-ი საკუთარ შესაძლებლობებში ეჯობს, შეძლებს თუ არა რბოლის დასრულებას, მაგრამ რადგან ფინანსური გაკოტრება ემუქრება, გადაწყვეტს, რომ მაინც სცადოს. ის იმედოვნებს, რომ მინიმუმ პროგრესს მიაღწევს და რბოლას ხირსეულად დაასრულებს. 31 ოქტომბერს წესებით ნებადართულ ბოლო დღეს Crowhurst-ი Tynemouth-იდან დევონიდან გაემგზავრება. ის ემშვიდობება თავის ცოლს Claire Crowhurst და 4 შვილს, რომლებიც უსაფრთხო მოგზაურობას უსურვებენ, მაგრამ მისი ნავი მზად არ არის. მოგზაურობისთვის საჭირო მარაგები ჯერ კიდევ არ არის ჩალაგებული და სიჩქარეში ის ვერ ალაგებს ყველა საჭირო აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილს, რაც მოგზაურობისთვის სჭირდება. როცა Crowhurst-ი ზღვაში გადის, რბოლის სამ ლიდერს შორის არიან Knox Johnston-ი, Moitessier და Tetley. 9 მეზღვაური მონაწილეობს რბოლაში, მაგრამ მე ვაპირებ ყურადღება გავამახვილო იმ 4-ზე, რომლებიც ჩემი აზრით ყველაზე ნათელ სურათს ქმნიან. Robin Knox Johnston-ი, ბრიტანელი მეზღვაურია. მან გრძელი დისტანციები გაიარა თავის ნავზე, სუხალეზე, ასე რომ კარგად იცის როგორ იმართება იგი და მარტო ნაოსნობისასაც თავს კომფორტულად გრძნობს. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ის სამხრეთისკენ მიიწევს ატლანტიკის ოკეანეში. თანმიმდევრულად და მეთოდურად მიიწევს წინ, მიუხედავად ძლიერი ტალღებისა. ზუსტ თარიღს ვერ ვპოულობ, მაგრამ მას დაახლოებით 4 ან 5 თვე სჭირდება, რომ მიაღწიოს კეთილი იმედის კონცხს, რაც დაახლოებით აფრიკის სამხრეთ წვერია და შემდეგ აღმოსავლეთით სამხრეთის ოკეანეში გადაინაცვლოს. ფრანგი მორტეზიე საკუთარი გარშემოვლითი მოგზაურობა ჰქონდა დაგეგმილი, სანამ Sunday Times-ი მას არ მიმართავდა თხოვნით, რომ ბრიტანეთის კუნძულებიდან გაეშვა და რბოლაში მიეღო მონაწილეობა. ფიქრობ ნაწილობრივ იმიტომ, რომ ფრანგია და ალბათ ბრიტანელები არ მოსწონს, მაგრამ ძირითადად იმიტომ, რომ არ მოსწონს ნაოსნობაში კონკურენციის იდეა. ის ეუბნება მათ სად შეუძლია თავიანთი თასი ჩაიდონ. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გადაწყვეტს რბოლაში მიიღოს მონაწილეობა. ფრანგს დაახლოებით 3 თვე სჭირდება, რომ კეთილი იმედის კონცხს შემოულოს და აღმოსავლეთით სამხრეთის ოკეანეში გავიდეს და უფრო სწრაფად მიიწევს, ვიდრე Knox Johnston-ი. Nigel Tetley მეორე მსოფლიო ომის დროს სამეფო საზღვაო ფლოტში მსახურობდა, სადაც მნიშვნელოვანი საზღვაო გამოცდილება დააგროვა. ომის შემდეგ მან გართობის მიზნით ნაოსნობა გააგრძელა. ის შეჯიბრში მონაწილეობს ტრიმარანით, რომელიც Crowhurst-ის მსგავსია და რომელსაც შეზღუდული ბიუჯეტით აძლიერებს. დაახლოებით 4 თვეში ის სამხრეთ აფრიკაში კეთილი იმედის კონცხს აღწევს. Donald Crowhurst-ი ბოლოა, ვინც დოვებს ნავსადგურს და შიშობს, რომ ნავი დაბალ განედებში ვერ გაუძლებს, მაგრამ მაინც აგრძელებს გზას. 2 თვეში მას თითქოს უკვე შეეგუა გარემოს. გადის წარმოუდგენელ მანძილებს და ზოგარ ახალ მსოფლიო რეკორდს ამყარებს. 24 საათში 253 საზღვაო მილის დაფარვით. მხოლოდ 2 თვეში 1968 წლის შობის პერიოდში ის იუწყება, რომ კეიპტაუნთან ახლოსაა და სამხრეთის ოკეანეში შესვლას აპირებს. მეზღვაურებს გემზე გრძელმოქმედი რადიოები აქვთ, რაც მათ გარესამყაროსთან კომუნიკაციას აძლევს საშუალებას, გარდა Moitessier-სა, რომელსაც ეს ჩარევა არ სურდა. რადიო სიგნალი შეიძლება 3000 მილამდე მანძილზე მივიდეს და იქიდან შეტყობინება შეიძლება გადაიცეს. ისინი ასევე შეუძლიათ მიმავალ გემებს გადასცენ ფოტოებისა და წერილების ამანათები, მაგრამ სხვა მეზღვაურებისგან არაფრის მიღება არ შეუძლიათ. უნდა ვაღიარო, ზუსტად არ ვიცი, როგორ მუშაობდა მაშინ რადიო.
შეიძლება ვინმემ კომენტარებში დაწეროს, Relay სადგურს ექნებოდა თუ არა წარმოდგენა, საიდან მოდიოდა რადიო გადაცემა. ან იქნებ, როცა შეტყობინებას ნავიდან გადასცემენ, რომელი სახმელეთო Relay სადგური მიიღებდა მას. იქნებოდა თუ არა სიგნალი უფრო ძლიერი ერთი რადიო სადგურიდან მეორესთან შედარებით და იქნებოდა შესაძლებელი იმის დადგენა, საიდან მოდის სიგნალი. 1978-ის დეკემბერში მონაწილეები ზღვაში 2-დან 7 თვემდე იმყოფებოდნენ. დეტლი აღწერს სირთულეებს, რომლებიც მის სტრიმარან გემს ბალანსის შენარჩუნებაში ექნებოდა. Crowhurst-ი იგივე ტიპის გემით მიცურავს, მაგრამ Crowhurst-ი ბევრად უფრო სწრაფად მიიწევს წინ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ახალი ამბები ძალიან საინტერესოა წასაკითხად და გაზეთებს ძალიან მოსწონთ, რომ კონკურენცია უფრო და უფრო მძაფრდება. Tweet Sir Francis Chichesterიც კი, რომელმაც ეს მარშრუტი გაიარა გიბსი მატჩ 4-ით და რომელმაც შთააგონა ეს რბოლა, გაგურებულია Crowhurst-ის სტრიმარანის სისწრაფით. როცა შევდივართ 1979 წლის იანვარში, ლიდერები ნოქს ჯონსტონი, მორტესიე და ტეტლი სამხრეთის ოკეანეში ღრიალა 40-ებსა და მძვინვარე 50-ებში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ნოქს ჯონსტონს რადიოს პრობლემები აქვს. მორტესიე ყველაფერს მშვიდად იღებს, მაგრამ ტეტლის ნავი ძლიერ ზიანდება. ეს დაბალი განედები ცნობილია წარმოუდგენელი ქარის სიჩქარითა და რთული ოკეანური პირობებით. არ არსებობს ხმელეთი, რომელიც შეანცირებს ქარის ძალას, როცა ის დედამიწის ქვედა ნაწილს შემოუვლის. 3 მეზღვაური ბრძოლით გადის ჰორნის კონსკს და სამხრეთ ამერიკის ქვედა ნაწილს, იანვარში, თებერვალსა და მარტში აღწევს. მათ აღწერენ დამღლელ პირობებს, მაგრამ მათი მუდმივი განახლებები ორგანიზატორებს არწმუნებს მათ პროგრესში. Crowhurst-თან ერთად ესენი რჩებიან 4 მეზღვაურიდან ბოლოები, რომლებიც ჯერ კიდევ რბოლაში არიან. 5 თავი დაანება. პირობები იმდენად მძიმეა, რომ სამხრეთის ოკეანემდეც კი ვერ მიაღწიეს. Crowhurst-ის ანგარიშები აჩვენებს, რომ ის ლიდერებთან ძალიან ახლოსაა. ტეტლის სიჩქარესა და შედეგებს უტოლდება. მისი განახლებები მიუთითებს ხელსაკრელ ქარებზე, ხოლო Tyne-Muth ელექტრონი ეფექტურად მუშაობს და ორგანიზატორები გაოცებულნი არიან Crowhurst-ის პროგრესით. მაგრამ ის ასევე ამბობს, რომ გენერატორთან პრობლემები აქვს და რადიოს გამორთავს. 1979 წლის თებერვალში ნოქს ჯონსტონი ლიდერობს და ატლანტის ოკეანეში ჩრდილოეთისკენ მიემართება. ტეტლი კვლავ კარგად მიდის, მაგრამ მიუძღვება, რომ მისი გემის კონსტრუქცია ზედმეტ დატვირთ გავს განიცდის. მარტში მორტესიე, ფრანგი, უნდა დაბრუნებული იყო ჩრდილოეთისკენ ევროპაში, მაგრამ ის გადაწყვეტ წინააღმდეგობა გაუწიოს წესებს და სამხრეთის ოკეანეში კიდევ ერთხელ შემოუვლის დედამიწას. ის კეიპტაუნში ერთ გემზე შურდულით აგზავნის შეტყობინებას, სადაც წერს, რომ რბოლაში მონაწილეობა აღარ აინტერესებს და აგრძელებს გზას წყნარი ოკეანის კუნძულებისკენ. 1979 წლის აპრილში ნოქს ჯონსტონი ლიდერობს და ფინიშის ხაზს უახლოვდება. ტეტლი გადაწყვეტილი აქვს რბოლა დაასრულოს და ღირსეული ადგილი დაიკავოს. ის აკვირდება Crowhurst-ის პროგრესს და ფიქრობს, რომ მისი კონკურენტი დროის რბოლაში გაიმარჯვებს. შემდეგ Crowhurst-ი კვლავ ამყარებს რადიო კავშირს და იუწყება, რომ Cape Horn-ი შემოიარა და ატლანტის ოკეანეში ჩრდილოეთისკენ მიემართება, სხვებს კი უახლოვდება. რბოლაში 3 ბრიტანელი მეზღვაური დარჩა. 1979 წლის 22 აპრილს ნოქს ჯონსტონი ასრულებს რბოლას. ფელმუთში ჩადის და იმარჯვებს, როგორც პირველი, ვინც ფინიშის ხაზს გადაკვეთს. 312 დღის შემდეგ ზღვაში ის ხდება პირველი მეზღვაური, რომელმაც დედამიწას გარშემო შეუსვენებლად მარტომ შემოუარა. მაისის განმავლობაში ტეტლი და Crowhurst-ი ცდილობენ რბოლის დასრულებას. როცა აზორის კუნძულებს უახლოვდება, ტეტლი ძლიერად მართავს ვიქტორიუსს, რომ Crowhurst-ს გადაასწროს. მაგრამ მას შემდეგ, რაც სამხრეთის ოკეანეში ნავმა ძლიერად მიიღო დარტყმა, ტეტლიმ ნავი ძალიან დააჩქარა და 30 მაისს მისი ნავი გადაბრუნდა, რის გამოც ის რბოლიდან გამოვარდა. Crowhurst-ი რბოლაში ერთადერთი დარჩენილი მონაწილეა და სწრაფად უახლოვდება ფინიშის ხაზს. 29 ივნისს Crowhurst-ი ითხოვინება, რომ რამდენიმე დღეში ინგლისში ჩავიდეს. Outsider მეზღვაურის ისტორია, რომელიც მარტომ და შეუსვენებლად შემოუვლის დედამიწას, მთელ მსოფლიოს აოცებს, მაგრამ დღეები გადის და Crowhurst-ისგან ახალი ამბავი არ არის. 10 ივლისს 1979 წელს Tyne-Muth ელექტრონი ატლანტიკის შუაგულთან 2500 საზღვაო მილის მოშორებით მოტივტივე მდგომარეობაში აღმოაჩინეს, ხოლო Crowhurst-ი არსად ჩანს. მისი საბოშტე ჟურნალები და დღიურები Crowhurst-ის მოგზაურობის სრულიად სხვა ისტორიას ხვება. 8 თვით ადრე, როდესაც Crowhurst-მა 1978 წლის ოქტომბრის ბოლოს გასვლა დაიწყო, მან Tyne-Muth ელექტრონის პრობლემების ნამდვილი მასშტაბი გააცნობიერა. ტრიმარანი მიდრეკილია გაჟონვისკენ. მას არ აქვს საკმარისი ბალანსი, რომ შტორმიან წყალში სტაბილურად დარჩეს, სამხრეთის ოკეანეზე რომ აღარაფერი ვთქვათ. და მის გამოუცდელ ტაკელაჟს არ შეუძლია გაუძლოს ღია ოკეანეში გარშემოვლითი მოგზაურობის სირთულეებს.
სამხრეთ ნახევარსფეროს საშიში წყლები მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა და მოგზაურობის დის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირაში კრაჰერსტი შეგნებულად ანელებს თავის პროგრესს. ის დინებას მიხვება და თავს არიდებს შტორმებს, რადგან საკუთარი უსაფრთხოება ადარდებსდებს. დეკემბერში კრაჰერსტი თავის ჟურნალში აღიარებს, რომ რბოლას ვერ დაასრულებს. ამ მომენტიდან ის იწყებს ორი ჟურნალის წარმოებას. ერთი არის მისი ნამდვილი სანავიგაციო ჟურნალი და პირადი ჩანაწერები. მეორე არის გაყალბებული ჟურნალი, რომელიც შეიცავს გამოგონილი მსოფლიო გარშემო მოგზაურობის აღწერებს. ყალბ ჟურნალში ის თავის მოხსენებებს რეალურ ამინდის პირობებსა და ოკეანის დინებებს უთანხმებს. ის ითვლის სარწმუნო მდებარეობებსა და სიჩქარეებს დროის პირობებისა და თავისი კონკურენტების მოხსენებების მიხედვით. ის რბოლის ორგანიზატორებს აწვდის გაყალბებულ მდებარეობებს, რომლებიც მიუთითებს თითქოს ის მყარად მიიწევს სამხრეთის ოკეანისკენ. კრაჰერსტი კიდევაც ამატებს ნავიგაციურ დეტალებს, რომ ყველაფერი უფრო დამაჯერებელი გამოჩნდეს. ეს უკვე გიჟური გენიალურობაა. ესეთი ჟურნალი რომ შექმნა, საკმაოდ ბევრ შრომას მოითხოვს. 1969 წლის იანვარში ის სწრაფ პროგრესს აღწერს და ამტკიცებს, რომ სამხრეთ აფრიკას კეთილი იმედის კონცხს შემოულიდა. ის აღწერს რთულ ამინდს და ძლიერ ქარებს, რათა ასახოს ის ნამდვილი სირთულეები, რასაც მისი კონკურენტები აწყდებოდნენ. ის რობინ ნოქს ჯონსტონის რადიოსთან დაკავშირებულ პრობლემებს იშველიებს და ამბობს, რომ მისი გენერატორი გაფუჭდა და მას რადიოს გამორთვა უწევს იმ დროს, როცა სამხრეთის ოკეანეში შედის. რეალურად ის სამხრეთ ატლანტიკაში რჩება და ბრაზილიის სანაპიროსთან მცირე გადაადგილებებს ახორციელებს, რათა არ აღმოაჩინონ. რადიო გადაცემები მსოფლიოს მეორე მხრიდან შესაძლოა მის რეალურ ადგილმდებარეობამდე ვერ მიაღწიოს, რაც მის ნიღაბს ახდიდა. და დარწმუნებული ვარ, რომ პოზიციის მუდმივად გადაცემის წნეხი მასზე მოქმედებს, ასე რომ მისთვის დიდი შვებაა, რომ აქვს მიზეზი შეწყვიტოს თავისი პროგრესის გაზიარება. თვეების განმავლობაში მარტო ზღვაში ყოფნისას კროჰერსტი დღიურში წერს დროს, რეალობასა და კოსმიურ არსებებზე. მისი ნაწერები აჩვენებს იმავე ბრძოლას, რაც მის დედას ჰქონდა თავის დემონებთან. ის იწყებს ეჭვობას, შეძლებს თუ არა მისი მოტყუება წარმატებას, მაგრამ მაინც აგრძელებს პროგრესის გაყალბებას და ამართლებს ამას გადარჩენის საშუალებად. 1979 წლის თებერვლიდან რეალობასთან დაშორება იზრდება. კრაჰერსტი იწყებს საკუთარი თავის აღქმას, როგორც ერთადერთი, ვისაც შეუძლია მორალური და პრაქტიკული სირთულეების გადალახვა მის მდგომარეობაში. ალბათ ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი იბანობები და რომ საკუთარი თავი რომ მისი ხრიკი გაამართლებს. აპრილში, როდესაც ნოქს ჯონსტონი პირველი ასრულებს რბოლას, კრაჰერსტი სულ უფრო მეტად ღელავს, რომ მსოფლიო გაიგებს სიმართლეს მისი ყალბი მოგზაურობის შესახებ. მისი პირადი ჩანაწერები უფრო ფრაგმენტული ხდება, რაც დეპრესიისა და ეგზისტენციალური შიშის ნიშნებს ავლენს. ის იწყებს საკუთარი იდენტობისა და სამყაროში თავისი ადგილის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რამაც დონალდი ბავშვობიდანვე გააწვალა. 29 ივნის 1969 წელს კროჰერსტი თავის ბოლო ჟურნალის ჩანაწერს წერს. ყველაფერი დასრულებულია. ყველაფერი დასრულებულია. ეს არის წყალობა. მე ვტოვებ თამაშს. არ არსებობს ოფიციალური ანგარიში იმის შესახებ თუ რა დაემართა კროჰერსტს. მისი დღიურის ჩანაწერებიდან გამომდინარე, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე ფართოდ მიიჩნევა, რომ მან ელექტრონიდან ზღვაში გადახდა და თავი მოიკლა. მსოფლიოს გარშემო ნაოსნობის კონტექსტში, მხოლოდ ბრაზილიამდე მისვლა წარუმატებლობად ითვლებოდა. მაგრამ მარტო ნაოსნობა დიდი ბრიტანეთიდან ბრაზილიამდე თავისთავად მიღწევაა. თუ კროჰერსტი დანებდებოდა, მას ფინანსური გაკოტრება და პირადი დამცირება ელოდა, რასთანაც ფიქრობ ბავშვობიდანვე ებრძოდა. იმ დროისთვის, როცა ნოქს ჯონსტონმა რბოლა დაასრულა და ტეტლის ნავი გადაბრუნდა, კროჰერსტმა გააცნობიერა, რომ მისი ჟურნალი იმ ადამიანების ყურადღებას ვერ გაექცეოდა, ვინც მასზე ბევრად მეტი იცოდა, განსაკუთრებით თუ მისი დრო უფრო სწრაფი იქნებოდა. ჩემს აზრით, მას შეეძლო თავისი ნავი ბრაზილიის სანაპიროს კლდეებზე დაემდვრია და ჟურნალი ზღვაში ჩაეძირა. ეს მას ფინანსური გაკოტრებისგან და შესაძლოა გამარჯვებასთან დაკავშირებული ყურადღებისგან გაათავისუფლებდა. მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ის უკვე ძალიან შორს იყო იმ სოროში, რომელიც საკუთარ გონებაში შექმნა. ნოქს ჯონსტონი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც რბოლა დაასრულა, მოიგო საპრიზო თანხა და თასი. მან თავისი 5,000 ფუნტის მოგება კრაუჰერსტის ოჯახს შესწირა და ისინი ფინანსური გაკოტრებისგან იხსნა. Golden Globe რბოლა დღესაც მსგავს ფორმაში არსებობს. მისი მემკვიდრეობის პატივსაცემად მეზღვაურებს მხოლოდ იმ აღჭურვილობის გამოყენება შეუძლიათ, რომელიც 1968 წელს არსებობდა და ნავები უნდა იყოს შექმნილი ნაოსნობის ოქროს ხანის დიზაინით.